ტელევიზიის, რადიოს და პრესის 20-ზე მეტი ჟურნალისტი ხუთკაციანმა ჟიურიმ ოქროს ფრთაზე მე-11 დაჯილდოების გამარჯვებულები გამოავლინა. საუკეთესოთა შორის დასახელდნენ რუსთავიორის სახეებიც. მთავარი აქცენტი კი ოქროს ფრთის წლევანდელ ნომინაციებზე რეგიონულ მედიაზე გაკეთდა. რუსთავიორის ტელეწამყვანმა და ჟურნალისტმა დიმა ობოლაძემ მთელი წლის განმავლობაში გამოვლენილი პროფესიონალიზმისა და დამსახურებისთვის მიიღო. ოქროს ფრთის რიგით მე-11 დაჯილდოებაზე მას ჯილდო პირველად გადასცეს. მნიშვნელოვანია ეს ჯილდო ზოგადად სპორტული ჟურნალისტიკისთვის. იმიტომ რომ მე გასაგებია სხვა შუადღიდან ალბათ დამსახურება დიდია გადაცემის ჩემი აქ მოხვედრისა, მაგრამ მე ვთქვი რომ მნიშვნელოვანია. როგორ აკეთებდა ის სიუჟეტს, როგორ აკეთებს ის ჯილდოები, ყველა ნიუანს აბსოლუტურად, როგორ აკეთებს მუსიკას, როგორ აკეთებს კადრებას, როგორ აკეთებს ყველაფერს. ეს არის მაია ლომიძე. კულტურის სიუჟეტების მაღალი ხარისხისა და ამ სფეროში გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის ოქროს ფრთა კურიერის ჟურნალისტ მაია ლომიძეს გადაეცა. ყველაზე ენერგიული, ცნობადი და სტაბილური რეიტინგული გადაცემისთვის კი ჟურნალისტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილდო დილამშვიდობისა საქართველოს წამყვანმა და პროდიუსერმა ნინო არაზაშვილმა მიიღო. ამ ჯილდოს ვიღებ მთელი ჩემი გუნდის სახელით, რომელიც ეხლა მუშაობს და მიცდის, რომ მივიდეთ და ხვალ დილით ისევ დაგიდოთ ხარისხიანი და საინტერესო დილამშვიდობისა საქართველო. ყველაზე დიდი ჯილდო, რა თქმა უნდა, არის მაყურებლის სიყვარული, რომელიც აქვე 10 წელია გვიმტკიცებს, რომ ყოველ დილას ყველაზე მეტმა საქართველოში უნდა უყუროს რუსთავიორს. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის ოქროს ფრთა 2018-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ოქროს ფრთისა და დიპლომების მფლობელი ტელევიზიის, რადიოს და პრესის 20-ზე მეტი ჟურნალისტი გახდა. მათ მუშაობას ხუთკაციანი ჟიური მთელი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. მსგავსი დაჯილდოებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არის რიგ გარეშე სიხარული. ამიტომ მე მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, ჟიურის წევრებს, ყველას, ვის სარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ მოაწყვეს ასეთი შეხვედრა. ნიჭიერების, შრომის მოყვარეობის და პროდუქციის ხარისხის მიხედვით. ანუ ჟურნალისტი რა შედეგს აწევს და რამდენად დიდი გავლენა აქვს მის საქმიანობას, საზოგადოების განვითარებას და მის ცხოვრებაზე. და მართლაც რატომ არ უნდა გვეშუქებინა ეს ზაიმი ერთმანეთისათვის. ოქროს ფრთის წლევანდელი დაჯილდოება რეგიონულ მედიაზე იყო აქცენტირებული. მათ ჯილდო პოპულარული და რეიტინგული პროდუქციის შექმნისთვის მიიღეს. ექსპო ჯორჯიაში გამართულ ცერემონიალზე ჟურნალისტებს ჯილდოები საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა გადასცეს. გურიანიუსმა ეს ჯილდო მიიღო ყოველდღიური დაუღალავი შრომის გამო. იმის გამო, რომ ჟურნალისტები პირველ რიგში მე გამომცემელი ვარ და ყველაზე უფრო დიდი სიმძიმე მოდის ჟურნალისტებზე, რომლებიც წერენ, იღებენ, ვიდეო გადაღებას აწარმოებენ. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი ოქროს ფრთა 2012 წელს დაარსდა და მას შემდეგ საუკეთესო ჟურნალისტებს, პროდიუსერებს და ტელეწამყვანებს ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს. ვიქორთ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავთ და გავაფართოვოთ და ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ხარი დაგვიჭირა, ეს არის ჯეოსელი, ეს არის ბორდების და კულტურის სამინისტრო. ოქროს ფრთის დაჯილდოების ცერემონიალს მუსიკალურად სახელმწიფო კონსერვატორიის სიმებიანი კვარტეტი აფორმებდა. მომავალ წელს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი ძირითად ყურადღებას ბეჭდურ მედიას დაუთმობს.